მოგესალმებით ჰოროსკოპი ჯის მენელს მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ოპერაციულისა წარმოადგენთ უახლოეს ერთი კვირის ზოგად ასტრო პროგნოზს საუბარი 26 იანვრის და 1 თებერვლის შუალედში მიმდინარე ასტროლოგიურ პროგნოზზე და ბევრში მოიტანხმოთ რომ ითხოვს ყურადღებას განსაკუთრებით აი 4 შაბათი 5 შაბათი დღეები 28-29 იანვარი რატო იმიტომ რომ აქ მთელი სტელიუმი ხდება ანუ ხდებიან ერთმანეთს მზე შინაგანი ბუნების მმართველი მანათობელი ვენერას ეკორბლის მმართველი პლანეტა მერკური გონების მმართველი მარსი საქმიანობის მმართველი და პლუტონი დიდი კოსმოსური ენერგიების მმართველი პლანეტები ერთმანეთს ხვდებიან ისინი მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში და ეს მათი შეერთება უზარმაზარი ენერგიებისა რასაკვირველია შეუწყობს ძალიან საინტერესო მოვლენებს მათ შორის შეიძლება ახალი საინტერესო იდეების ჩამოყალიბება რეალიზაცია საინტერესო ახალი ნაცნობობა შეიძლება ადამიანებმა საკუთარ თავში იგრძნონ უზარმაზარი მათ შორის შემოქმედებითი ენერგია გარკვეული შედევრებით შეიძლება შეიქმნას ამ პერიოდში ძალიან საინტერესო ახალი ნაცნობობის წინაშე აღმოჩნდეთ ისეთი იდეები პროექტები ჩამოყალიბდეს რომელიც შემდგომისთვის იქნება ზემნიშნელოვანი და მათ შორის კაცობრიობის მასშტაბის და მნიშვნელობის ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა და ესეთი ენერგიების შეერთება იმედია რომ გარდაიქმნება პოზიტიურ დადებით შემოქმედებით ენერგია და არა რაღაც გადავა კონფლიქტურ მარსიანულ საქმეთა გარჩევაში და ასე ვთქვათ სიტუაციის დაძაბვაში. ამის გარდა დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია რაც ძალიან კარგია, რაც ხელს უწყობს თლიანობაში ამ კვირის განმავლობაში იდეების რეალიზაციას, მეტად წარმატების მიღწევას, ურთიერთგაგების დასს, კომუნიკაციას და სხვა მნიშვნელოვან საინტერესო ცვლილებებს. დავიწყოთ პირველი ნიშნიდან ვერძიდან. ვერძებო, პერიოდი კარგია, ენერგოტონუსი თქვენი აშკარად მატლობს, ამიტომ ხდებით უფრო აქტიური, ენერგიული, უფრო ინიციატივიანი, უფრო პოზიტიურები, ოპტიმიზმი მატლობს თქვენში, ენთუზიაზმი. აქ შეიძლება თქვენი ტაქტიკა მოქმედებისა შეიცვალოს, აზროვნებაც კი სასიკეთო შეიცვალოს, ახალი იდეები გამოჩნდეს და ძალიან საინტერესო და სხვა შორის უფრო ადვილად მიესადაგებით ცვალება ცხოვრებისეულ სიტუაციებს. ამასთან ერთად ავნიშოთ ისიც, რომ ძალიან კარგი პერიოდია სწორედ რეფორმატორული მოქმედებისთვის. რაღაც სიახლეების დანერგვა გინდოდათ ახალი მეთოდოლოგიის გამოყენება, აი საუკეთესო პერიოდია ახლა ინტერნეტთან რაც შეიძლება მეტი კონტაქტები, იმიტომ რომ აქედან გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს, აქედან მოვა საინტერესო იდეები, რაც შეუწყობს თქვენ შემდგომ ახლებურ მეტად განვითარებას, მეგობრული კონტაქტებით შეიძლება იყოს მეტად ნაყოფიერი და უფრო მეტ შეიძლება ახალი მეგობრებიც გაიცნოთ. ყველას კარგია თქვენთვის 28 იანვრის და 1 თებერვლის დღეები და არ ვარგა 26-30 იანვრის დღეები და ეს რიცხვებიც. რა შეიძლება კუროთ უმრავლესობას მიხვდეთ იმისა, რომ ერგოტონუსი თქვენი ნელ-ნელა მცირდება, მაგრამ მაინც ეს კვირა გაძლევთ იმის საშუალებას, რომ აქტიურად იმოქმედოთ, გარკვეულწილად შრომის უნარიანობა წარმოაჩინოთ, მაგრამ რადგან იმუნიტეტი მაინც ეცემათ, ცოტა მეტად დაასვენეთ დრო და დრო საკუთარი თავი. ეს ის პერიოდი, რომელიც ხელს უწყობს გარკვეულ ცვლილებებს თქვენ ცხოვრებაში და აქაც აღვნიშნოთ, რომ ეს ის პერიოდი, როდესაც შეიძლება ზოგიერთ ძველ არაფრეს მოცემ კავშირზე უარი თქვათ, ან ზოგიერთ ისეთ პროექტი იყოს, ეს წინადადება იყოს, რომელიც რეალურად არც არ გაძლევთ და შესაბამისად მერყეობდით. ხო თუ არა, ღირს თუ არა ამისგან ხორციელება და ამიტომ ეხლა უკვე ამას გადაწყვეტავთ, გაწყვეტილებას მიიღებთ. სხვა შორის პერიოდი კარგია პროფესიონალიზმის გასავითარებლად. შეიძლება ახალი პროფესიონალური კურსებიც გაიაროთ. არის გამორიცხული, რომ შეიძლება თუ კარგი ურთიერთობა გექნათ აქ ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან, ამან ხელი შეუწყობს ახალი თანამდებობის დაკავებასაც კი და მთლიანობაში კარიერულ პროფესიონალურ თქვენს წინსვლას შეუწყოს ხელი. ყველას კარგია თქვენთვის 27-31 იანვრის დღეები რიცხვები და არ ვარგა 29 იანვრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეიძლება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნად-დაავადებებს ტყუპებო საკმაოდ კარგი პერიოდი გაქვთ, იმიტომ რომ ერგოტონუსი თქვენი მატლობს, იმუნიტეტი უფრო მძლავრი ხდება. ამიტომ ჯანმრთელობა რადგან მდგრადია, ხდებით უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, შარმიანი, მიმზიდველი, უფრო კომუნიკაბილური, უფრო გონებამახვილი, ახალი საინტერესო წამოწყების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ. აქ სხვა შორის ახალი ვარიაციები შეიძლება გაჩნდეს თქვენი მოქმედებისა, თქვენი იდეებისა, რაც ხელს შეუწყობს მატერიალური და პროფესიონალური განვითარების ახალი ეტაპის დაწყებას. არის გამორიცხული, რომ ხელმძღვანელობის ცვლილება, რომელიც შეიძლება მოხდეს თქვენს ასე ვთქვათ, სამსახურში შეიძლება ამან შემოიტანოს ახალი წესები და სხვა შორის ეს ცვლილებები სულაც არ იქნება ცუდად თქვენთვის. პირიქით, როგორც ეს იქნება ძალიან კარგი პერიოდი ამ გზავრობისთვის, მოგზაურობისათვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტების, შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. მადლობს თქვენში ოპტიმიზმი, რაც ერთიორად გაზრდის თქვენი წარმატების ცხოვრების სულ შანსებსაც. ყველას კარგია თქვენთვის 28 იანვრის და 1 თებერვლის დღეები რიცხვები და არ ვარგა 26-30 იანვრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც.
რაც შეეხება კირჩხიბებს უპირისკულისა სიტუაცია მეტნაკლებად ჯერ კიდევ სტაბილურია, თუმცა იმუნიტეტი თქვენი ნელ-ნელა ეცემა და ამას იგრძნობთ, რომ შეიძლება ადვილად გაცივდეთ, დაუშვათ და ასე შემდგომ, მაგრამ ეს ყველაფერი უფრო მაინც ამის შემდგომ კვირაში ვფიქრობ. თვალსაცემ იქნება ამ კვირაში კიდევ ისე არა, ამიტომ ეს კვირა კიდე გაძლევთ იმის საშუალებას, რომ აქტიურად იმოქმედოთ, გაუმჯობესოთ თქვენი საერთო სოციუმში მდგომარეობა და სიტუაცია და აქ ეს პერიოდი, რომ სრულობისას სხვათა შორის აქ შეგიძლიათ ძალიან საინტერესო პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოაყალიბოთ. თქვენი შემოქმედებითი ნიჭდაუნარი ახლებურად წარმოაჩინოთ. სხვათა შორის ენაზე კვლევს თუ დააჭერთ, საიდუმლოს დაიცავთ, არაერთ თქვენი იდეების რეალიზაცია უფრო ადვილი გახდება. აქ შეიძლება საინტერესო ადამიანები გაიცნოთ და მათთან პარტნიორული თანამშრომლობაც მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდეს. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 27-31 იანვრის დღეები რიცხვები და არ ვარგა 29 იანვრის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება ლომის იმპერატორულ ნიშანს, ლომებო ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდია თქვენთვის, იმიტომ რომ ხდებით ფრიად აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, გემოთებათ ენერგია. ეს ის პერიოდია, რომელიც ხელს ყოფს ასევე მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საინტერესო ახალი მატერიალური ასე ვთქვათ, წყაროების პოვნას შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანი ბონუსების წინაშე აღმოჩნდეს და საინტერესო შეიძლება ახალი ვალდებულებების, საქმეების წინაშეც აღმოჩნდეთ. მთლიანობაში ეს პერიოდი კარგია, მათ შორის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის, როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური ძალისხმევისათვის და სხვათა შორის ქორწინებას უწყობს იგი ხელს, პარტნიორულ თანამშრომლობას და თქვენი შემოქმედებითი ნიჭის ახლებურად გამოვლენას. რაც კარგია თქვენთვის 29 იანვრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 27-31 იანვრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ახლა ქალწულის ზოდიაქოს ნიშნავდებლებს, ქალწულებო ენერგოტონუსი ნელ-ნელა ეცემა, ძალიან უკან დაიღლებით, მაგრამ დაიღალეთ. ეს პერიოდი კარგია ახალი იდეების, ახალი დაინტერესებისათვის და მათი რეალიზაციისათვის ამ იდეებისა. აქ შეიძლება განაახლოთ თქვენი შთაბეჭდილებების, ხო შენ მოგზაურობის კუთხით ძალიან კარგი პერიოდია. საინტერესო მოვლენების დროა, როდესაც თქვენ შეიძლება დაუშვათ ახლებურად განავითაროთ ესა თუ ის იდეა, საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, აუმჯობესებთ ურთიერთობებს იგივე ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან, რაც ხელს ყოფს თქვენი პროფესიონალური წინსვლის განვითარებას თუ რაღაც იყო მოსაგვარებელი, საუბარცხოვრო საკითხები იყო თუ ჯანმრთელობის საკითხი, ეს ყველაფერი აქ ადვილად მოგვარდება, რაც ხელში უწყობს მთლიანობაში თქვენს წინსვლას და განვითარებას. ყველას კარგია თქვენთვის 26-30 იანვრის დღეები რიცხვები და არ ვარგა 28 იანვრის და 1 თებერვლის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება სასწორებო პერიოდი საკმაოდ კარგია, ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ფსიქოემოციურად უფრო სტაბილურად გრძნობთ თავს და უფრო მშვიდდებით. ეს პერიოდი ხელს ყოფს ახალი ვალდებულებების შექმნას, ახალ საქმეებს, რაც სხვათა შორის მორალურ კმაყოფილებასაც მოიტანს. მოულოდნელი ფინანსური შემოსავლების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ. ახალი წინადადებები, ახალი პროექტები, ასევე ფინანსური კუთხით იქნება ფრიად გამართლებული და ადვილად გადაწყვიტოთ თქვენს მატერიალურ და ფინანსურ პრობლემებს. სხვათა შორის პერიოდი კარგია იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოთ კონკურსებში, ლოტარეებში, რაც იქნება თქვენთვის წარმატების მომტანი, სხვათა შორის უმჯობესდება ურთიერთობა სასქესო პარტნიორებთან, შვილებთან მიმართებაში. აქ უკვე სხვათა შორის შეიძლება გამოვლინდეს თქვენში კარგი ლიდერული და ორგანიზატორული მონაცემებიც. ყველას კარგია თქვენთვის 29 იანვრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 27-31 იანვრის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება მორიელს პერიოდი ჯერ კიდევ ინარჩუნებს სასიკეთო ტენდენციებს, ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მდგრადია, თუმცა კვირის ბოლოს უკვე იგრძნობს, რომ ცოტა მეტად იღლებით და ამ კვირით ცოტა მეტად დაასვენეთ საკუთარი თავი, თუმცა ეს მაინც მთლიანობაში არის პერიოდი აქტიური ურთიერთობებისა, მგზავრობისა, მოგზაურობისა, ახალი შთაბეჭდილებების მიღებისა და ეს პერიოდი პარტნიორულ თანამშრომლობასაც უწყობს ხელს, სხვათა შორის ცოდნის მიღების კუთხით, პროფესიონალიზმის განვითარების, პროფესიონალური წინსვლის კუთხით, ასევე საკმაოდ კარგი დროა, თუ რაღაც საყოფაცხოვრებო პრობლემები იყო მოსაგვარებელი, ამასაც მოაგვარებთ, აუმჯობესებთ ურთიერთობებს ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან, ნათესავებთან, მათი თანადგომა იქნება დროული, რაც ხელში უწყობს მეტად თქვენს განვითარებას და თქვენი მდგრადი ინტუიცია მოგცემს სწორი დროული არჩევანის გაკეთების საშუალებასაც. ყველას კარგია თქვენთვის 26-30 იანვრის დღეები რიცხვები და არ ვარგა 28 იანვრის და 1 თებერვლის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ახლა უკვე შილდოსნებო საკმაოდ კარგი დრო გაქვთ, იმიტომ რომ ენერგოტონუსი მაღალია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ შავი მთვარე ჯერ კიდევ თქვენ ზოდიაქოს ნიშანში, ამიტომ გარკვეული სიფრთხილე იმის მიმართ თუ რა ხდება თქვენ ზურს უკან საჭიროა, მაგრამ მთლიანობაში კვირაუდაოდ კარგია, იმიტომ რომ არაერთ შესაძლებლობებს გაძლევთ იმისთვის, რომ გამოუჭებესოთ მატერიალურ მდგომარეობა
და თქვენი მატერიალური მდგომარეობასთან ერთად ხელს უწყობს ეს საინტერესო ახალი ინფორმაციის მიღებას. აქ შეიძლება გაიცნოთ ახალი ადამიანები, შეიძლება ჩამოყალიბდეს ახალი პარტნიორული თანამშრომლობა, მოგზაურობის კუთხით სწავლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია და აქ უმჯობესდება თქვენი ურთიერთობა იგივე დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან, მათი თანადგომაც იქნება დროული და მეტად საჭირო. Вас გარგი იქნება თქვენთვის 28 იანვრის და 1 თებერვლის დღეები და არ ვარგა 26-30 იანვრის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება თხის რქებს, თხის რქება ენერგოტონუსი ნელ-ნელა ეცემა, მაგრამ არა იმდენად, რომ თქვენ ვერ შეძლოთ აქტიური მოქმედება. პირიქით, მთლიანობა საკმაოდ კარგი პოზიტიური დინამიური პერიოდია. მათ შორის იგი ხელს უწყობს გზავრობას, მოგზაურობას, კონტაქტებს, შეხვედრებს, საინტერესო ადამიანების გაცნობას, სწავლას, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებას, პირადი ცხოვრება უმჯობესდება ურთიერთგაგება მადლობთ ადრეული საქმეებიდან შეიძლება მატერიალური დივიდენდებიც მიიღო და ამით გაუმჯობესოთ თქვენი მატერიალური მდგომარეობა. ამიტომ თუ იმოქმედოთ პრინციპით ჩვენჯერ გაზომ ერთხელ გაჭერია, ასე ყველა ნაკლებ შესტუმრებს დაუშვებ და უფრო მეტად წარმატებული იქნებით ყველა სახის საქმეებსა და ურთიერთობებში. ყოველს კარგია თქვენთვის 27-31 იანვრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 29 იანვრის დღე და რიცხვი, რომელიც ცოტა ფრთხილად და წინდახედავთ უნდა გამოვოთ, მაგრამ მთლიანობაში კვირა კარგია, შემდეგი კვირიდან ცოტა მეტი სირთულეები იქნება უკვე, იმიტომ რომ ჯანმრთელობის დაქვეითების ტენდენციას თვალსაცემ იქნება, ამიტომ ეს კვირა ისეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ მისი დადებითი შანსები და პერსპექტივები. მერწყული ზოდიაქოს რაც შეეხება, ერთ-ერთ საუკეთესო დროა თქვენი დრო ახლა, მოდი ასე ვთქვათ, მერწყულებო, აქ მთელი პლანეტების სტელიუმია თქვენ ზოდიაქოში, ამიტომ უზარმაზარი გეძლევათ ენერგია, შანსები, შესაძლებლობები იმისთვის, რომ იყოს წარმატებული. გარდასახოთ თქვენი გეგმები, სურვილები, ფანტაზიები კონკრეტულ რეალიზაციაში. ეს ის პერიოდი, როდესაც თქვენი შარმი, მიზიდულობა, ქარიზმა მატლობს ერთის ძანის და ადამიანებს, აქ როგორც ლიდერი, ხელმძღვანელიც კარგად წარმოაჩენთ თქვენს მონაცემებს, სასკვარლო პარტნიორული კონტაქტებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დროა. ახალი შეიძლება საქმე დაიწყოთ, ახალი პროექტები, ახალი პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, ურთიერთობები გაუმჯობესდეს. ინტერნეტთან რაც შეიძლება მეტი კონტაქტები, აქედანაც შეიძლება მიიღოთ საინტერესო ინფორმაცია და ახლებურად განავითაროთ თქვენ შედევრას, თორე ეს მარწუხები გეხსნება და უფრო თავისუფლად მოქმედებს. თავისუფალი მოქმედება და სპონტანური იმპროვიზაცია გაძლევთ ახალ შესაძლებლობებს და შანსებს ცხოვრების სრული წინსვლისა და განვითარებისათვის. ყველას კარგია თქვენთვის 28 იანვრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 26-31 იანვრის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება თევზებო, ეცადეთ რომ ეს კვირა კიდე აქტიურად გამეყნოთ, რომ ამ შემდეგ კვირიდან სირთულეები მოიმატებენ. ამიტომ აქედან გამომდინარე, ეცადეთ რომ ახალი იდეებია, პროექტებია განახორციელოთ, ახალი საინტერესო კავშირების ჩამოყალიბების პერსპექტივა განავითარეთ, ახლებურად წარმოაჩინოთ თქვენი მონაცემები, ინტუიცია ძლიერია, რომელზეც დაყრდნობით შეგიძლიათ სწორი არჩევნის გაკეთება. გააფართოვეთ თქვენი ცოდნის ბაზა, პროფესიონალური შესაძლებლობები, შეშვის რაც მეტად კარგი ურთიერთობები გექნებათ, იგივე დაუშვათ ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან, ეს ხელს შეუწყობს თქვენს პროფესიონალურ განვითარებას წინსვლას. არის გამორიცხული, რომ აქ არა მარტო პროფესიონალურად წაიწიოთ წინ, არამედ ახალი საინტერესო წინადადებების მიიღოთ ან რაღაც ახალ საინტერესო ბიზნეს პროექტებშიც ჩაერთოთ, რაც ერთიორად გაზრდის თქვენი წარმატების ცხოვრების სრულ შანსებს და შესაძლებლობებს. ამიტომ ეს მეტად ნაყოფიერი პერიოდია, ეცადეთ რომ მეტად აქტიურად გამლოთ. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 27-31 იანვრის დღეები რიცხვები და არ ვარგა 29 იანვრის დღე და ეს რიცხვი. შემდეგ კვირიდან უკვე დედამიწა უფრო ნეგატიურ ენერგოველში გადავა, ამიტომ ყველა ნიშანს გარკვეული სირთულეები ცოტა მოემატება. ამიტომ ეცადეთ რომ ეს კვირა ყველა ნიშნება აქტიურად გამლოთ, უფრო მეტად გამოიყენოთ ეს პოზიტიური შანსები, რომელსაც ეს კვირა გაძლევთ. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მეგისურვებთ ბედნიერ კვირას, ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.